ამას როგორ ვერ მეხვდი. მართლა. ეს შემთხვევა რთული იყო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი. წერილს თმის საღებავის უნეას დიოდა, უნდა მემხვდარიყავი. მაგრამ არა უშავს. პირველი ჯერისთვის ეს ნორმალურია. რა უჯერს? მისმინე, ნერიმანთან მისვლა და სისულელეების მოყოლა არ გაბედო. ქალი მოვიდა და გული გადამიშალა. ეს ძალიან დელიკატური თემაა. გული გაუტყდება. არ გამოვა. ასე არ გამოვა. შენ რა გინდა? ახლა სიყვარულში ცერკვევი? არა, მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მას დარბეულების გამყიდველს არაფერი გამაუვათ. ხომ იცი, ნერიმანი არ მეყვარს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩემი მეგობარია. მისივე სიკეთისთვისაა. ამას მის დასაცავად ვამბობ. მისი სიკეთისთვის? კეთილანგელოზე დიქეცი? ხო. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ნუ ღელავ ნერიმანთან წავალ, მაგრამ არავის სახელს არ ვუხსენებ. გზას მოუჭრის სანამ დროა. არ გინდა ზუმრუთ. არაფერი გააკეთო, არ გინდა. კარგი რა, როგორ არ წვენია, არ მჯერა. როგორ შეგეძლო გეფიქრა, რომ ეგ წერილი მე დავწერე? 40 წელია შენი ცოლი ვარ. საკუთარ ცოლს ასე ცუდად იცნობ? 40 წელია შენი ცოლი ვარ. მე რატომ ვარ დამნაშავე? ძალიან გემრიელად ამზადებს. სხვა, კიდევ სხვა. ძალიან მხიარულია. მასთან არ მოიწვენ. რას ვაკეთებ? წაშალი. მე რა ეს რა უნდა ვაქო? ვინ იცის ჩემზე რამდენი ნეგატივი დაწერა? რა დავწერო? მაგალითად დავწერ, რომ ძალიან კარგი კოცნა იცის. იმ მომენტში ყველაფერი მავიწყდება. ამის შესახებ დავწერ. არა, ამას არ დავწერ, რა თქმა უნდა. ის ახლა საკუთარ კაბინეტში ზის და ჩემზე 1000 უარყოფით წერს. მასზე პოზიტიურს ვერაფერს დავწერ. საკადრისი პასუხი უნდა გავცე, მაგრამ თუ ჩემზე კარგს წერს? საიდან დავიცოდე? ამის გაგება რომ შემეძლოს. არა, არ გამომდის, რართულია. ძალიან რთულია. ბატონო ოზან, არდოსთან შეხვედრა ხომ გინდოდათ? მზად არიან და გელოდებიან. კარგი. წავედით. ეს როულების გამყიდველი ისეთი ძუნწია, ყველა ლირას ითვლის. ისეთი ძუნწია, რომ ჯიბეში მორიელი ყავს. ჩაის არავის აძლევს არასოდეს. ღარიბია. უღარიბესი. ვინ როულების გამყიდველი? ვინ უნდა იყოს? ბატონ ნაზიმზე საუბრობს. ბატონი ნაზიმი ფონდის თავმჯდომარე. მაღალი? ნერიმან. დაგიჯერებდით, მაღალი კაცები ნანახი რომ არ გყავდეს. კუზიანია, არ გინახავთ ქუჩაში როგორ დადის. ორად არის მოკეცილი. და კიდევ უარესი, კაზინოში თამაშობს. რა თქმა უნდა, ყველა სახლი ჩადო, მანქანები, მიწები, ყველაფერი ჩადო. შეგიძლია ეძულო თავი დაანებოს. ეს მის ცხოვრებაში სიცარიელის გამოა. რა სიცარიელის? მისი ცხოვრება სრულიად სავსეა. უპება, მალე მოკვდება. ძალიან ავად არის. ცალი ფეხი სამარიში აქვს. მას არავინ უვლის. ვინმეს რომ ეზრუნა მისთვის, იდეალური კაცი იქნებოდა. რას ნიშნავს ვინმეს რომ ეზრუნა? კიდევ ერთი ცუდი თავისებურება აქვს. ახლა ვერ გეტყვით. იმიტომ რომ შევპირდი. რაღაც გააკეთა და ცოლმა ამიტომ მიატოვა.
ზუსტად არ ვიცი იმ ხალს რა გაუკეთა, მაგრამ სადღაც გადაიკარგა. საინტერესოა რა მოხდა. კაცმა იცის. კარგი რა. ისე ვაჭარბებს, მსგავსი არაფერი ყოფილა. არ ვიცი. იმას ვიმეორებ, რაც მითხრეს. საკუთარი თვალით არ მინახავს, მაგრამ ასე ეძახიან. ღარიბია და ავადმყოფი და მექალთანე და სადაც არის მოკვდება. არ მოვა. ვინ იცის რა დაწერე ოზან? საძაგელი ოზანი. იმედი მაქვს პაროლი არ გაქვს. გთხოვ. საძაგელი. რა თქმა უნდა პაროლია. რა შეიძლება იყოს? ატლასის დაბადების დღე. მაშინ რა თქმა უნდა, ჩემი დაბადების დღე. ოზან, საკუთარი დაბადების დღე დააყენე? ოზან? ყველაფერი გამაგებინეთ. რა თქმა უნდა, ბოს, ყველაფერს გავაკეთებთ. კარგი, შევთანხმდით. რა თქმა უნდა, არ ინერვიულოთ. ახლა ყველაფერს მივხედავ. სხვათა შორის ახალი პროექტების ნიმუშებიც არის. ისიც მოიტანე. ეს რა? ოზან? გამარჯობა ერენ. გამარჯობა. აქ რა საკეთებ? ფიქრობ, ჩემი კალამი სად არის? აქ ფიქრობ კალამზე? ხო, იმიტომ რომ იღბლიანი კალამი დავკარგე. იმ კალმის გარეშე ვერ ვწერ. და კიდევ ხომ იცი, ბევრი სამუშაო გვაქვს. ბევრი საქმე დამიგროვდა. ანუ შენს კალამს ეძებ ჩემთან ოფისში. ხო, აქ ეძებ? ხო, ოზან აქ ვეძებ, იმიტომ რომ ჩემი კალამი შეიძლება შენს ოფისში აღმოჩნდა. ვინ იცის, შეიძლება მართლაც ასე იყოს. აჯობებს ყოველად არ ეძებო. იმიტომ რომ ის რასაც ეძებ აქ არის, მაგრამ თუ შეამჩნიე, პაროლი ადევს. ეს რა შუაშია? მე მსგავს არაფერს ვეძებ, ჩემს კალამს ვეძებ. რა თქმა უნდა, ამასაც ჩავწერ. ყველაფერს ჩავწერ. პულზეც დავწერ. პირად სივრცეში შეჭრაზეც. დაწერე ოზან, ყველაფერზე დაწერე. ჩემი მოკითხვა ჩაწერე, მოკითხვა ეს რასგან. მეც დავწერ. თერაპევტთან ნახავ. შეხვედრამდე. რა მოხდა ერენ? არაფერი, მე წავა. არ არძახვი და იჯექი. Peki, tamam. Evet, şimdi. გისმენეკო, რამე მოხდა? უკვე აქამდე მივედით, შემოყვავილო. დღის განმავლობაში ყოველთვის გეროკავ ხოლმე. გეუბნები რომ მომენატრე და მიყვარხარ და ასე შემდეგ. ეკო, თუ მნიშვნელოვანი არაფერი უნდა გაგითიშო, საქმეები მაქვს. მაგრამ ყვავილო, ფიქრობ შენ და მე ჩემს სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. ელში ხომ არა მოგევიდა. თითქოს ცუდ ხასიათზე ხარ. მოდი ამ საღამოს კინოში წავიდეთ და რამე კარგი ფილმი ვნახოთ. რა სიტყვი? არა, არ წავიდეთ. და ზოგადად ყველაფერი კარგად მაქვს. უბრალოდ საქმეები მაქვს, არ გესმის? უნდა გაგითიშო. კარგად იყავი. გამითიშე. გამითიშე, აშკარად რაღაც მოხდა. მაგრამ რა? Neyse akşam. კარგი ამ საღამოს გავარკვევ. ბაბადამის ხემიდი. ვინ არის? მე ვარ. თუ ავტირდები, ჩემს ხმას გაიგებთ. რა? ჩემს ლექსებში. კარგი. შეგიძლიათ ჩემს რამლებს ხელით შეეხოთ. ამ სიტყვებს უსმინე. ისეთი ლამაზი ლექსებია. ადრე ლექსები საერთოდ არ მეყვარდა. მგრძნობიარე სევდიანი ლექსები. მაგრამ როცა კითხულობ, ნელ-ნელა მოგწონს. გავაგრძელო? არა. ახლა ლექსების მოსმენის ხასიათზე არ ვარ დედა. რა მოხდა? რა მოხდა? განერვიულებული ხარ? არა. განწყობა არ გაქვს. ეკომ გაწყენინა? რა მოხდა, მომიყევი? არა, მას არაფერი გაუკეთებია. რა მოხდა? დედა, ოდესმე დაფიქრებულ ხარ? რაზე? მე და ჩემი ძმა რომ არ გავჩენილიყავით. შენი ცხოვრება როგორი იქნებოდა?
შენ და შენი ძმა რომ არ ყოფილიყავით? ამაზე არ მიფიქრია, ყოველთვის მყავდით. ამაზე რატომ დავიფიქრო? თქვენ ხომ მყავხართ? ასე უბრალოდ რატომ დავფიქრდე რა იქნებოდა? თქვენ რომ არ მყოლოდით, ასეთ კითხვას რატომ მისვამ? ისე უბრალოდ. ამაზე ნუფიქრობ. ნუ, შენ და შენი ძმა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ადამიანები ხართ. სულ ესაა. კარგი, შენი ძმა ცოტა უფრო მეტად. ეს შენც იცი, ჩემი ბიჭია. და შენც უკვე მიეჩვიე, მაგრამ შენც გაქვს ჩემს გულში ადგილი. ადამიანის შვილებზე უარს ვერ იტყვის, ხომ ხვდები? უფროსები გეუბნებოდნენ, რომ მიხვდები, როცა მშობელი გახდები. მართლა ასეა, ამას მაშინ ხვდები, როცა დედა ან მამა ხდები. ბავშვის სიყვარული მშვენიერია, უანგაროდ გიყვარს. შვილს გულზე იხუტებ. კარგი, მესმის. ამაზე კარგი არაფერია, ეს არასოდეს გაგივლის. ჩემს ოთახში მივდივარ, მოდი ვივახშმოთ. ხასიათზე არ ვარ, გემრიელ ვახშამს გისურვებ. როგორ ხარ ძმაო? Თქვი მუსა მითხარი, რა მოხდა? რაღაც მოხდა ძმაო. ის კომპანია, რომელიც ჩვენთან FM მოიყვანა, გადაწყვიტეს კონტრაქტი გაწყვეტა. ანუ ჩვენს პროექტებს არ შეუერთდებიან და შენ ასე ელოდი. მაგ კომპანიის მმართველი FM-ს საუკეთესო მეგობარია. ასე, მაგრამ სხვა კომპანიებმაც გაიგეს და ისინი უარის თქმას იწყებენ. ეს კომპანიები ავტორიტეტის ამაღლებაში და მომხმარებლის რაოდენობის გაზრდაში გვეხმარებოდა. ვერაფერს ვეზამთ. ცხოვრებაში ყველაფერს თავის ფასი აქვს, ხომასეა. რადგან ეფე გავაგდებთ, ამ შედეგების მიღება მოგვიწევს. კომპანიონები მოდიან, წავიდნენ, სხვებს ვიპოვით, ყველაფერი მარტივია. კარგი, მაგრამ თუ ეფე ბატონო ჰემიკოს რამე სისულელეს ეტყვის, ვერ შეძლებს. იმას მოუყვება, რაც თვითონ ჩაიდინა, ვერ შეძლებს. ამიტომაც ნუღალავ. ყველაფერი კარგად არის. ამას შეხედე, როგორ წერს, არც კი სუნთქავს. რა თქმა უნდა, კარგი, ახლავე. ზუსტად ასე მუსა, მეც ასე ვფიქრობ. მოდი ასე მოვიქცეთ. კარგი ბოს, ასე მოვიქცეთ. მისმინე? აქ დამელოდე. თუ ეს რა გამოჩნდება, მითხარი. კარგი. პაროლიც კი არ ადევს, რა მიამეტია. ერთი ამას უყურე. ძმაო. რა საკეთებ ოზან? არაფერს, კომპანიას ვამოწმებ. ამოწმებ? ო, აქ არეულობა ცოტა უნდა მიალაგო. კარგი, მივალაგებ. შენ იპოვე, რასაც ეძებდი. ვიპოვე. შესანიშნავია, შეტყობინება მიიღე. მივიღე. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. ასე მავთილება რა მექნა, უცებ გამოჩნდა. მუსა, გაჩვენდი. ეკო მოდი აქ. საღამოს ჩემთან მოდი. სია უნდა შევადგინოთ. რა სია? ეს რას თვისებებს ჩამოვწერთ. გვთხოვეს. მაგრამ მე გოგოს მხრიდან ვარ. ეს რა ჩემი და არის. არ შეიძლება ბოს გამოდროებით გავიწყდება. მე კი ცოლიანი კაცი ვარ. საღამოს სახლში უნდა წავიდე. როგორც ჩანს ვერ ხვდებით. ჩემი ქორწინება სადაც არის დამთავრდება. თუ დავეცემი, თქვენს გაგიყოლებთ. ამიტომ საღამოს ჩემთან უნდა მობრძანდეთ. კარგი. კარგი, რადგან ყველა მოვიდა, არ მინდა ბევრი დრო დაგაკარგინოთ. ამიტომ მოდი პირდაპირ საქმეზე გადავალ. კარგი, მაგრამ აქ რატომ შევიკრიბეთ, ამას ვერ ხვდები. ასე იყო საჭირო. ბატონ ოზანს არ დაველოდებით? არა, არ მოვა. ჩვენ აქ სწორედ ოზან ყორფალის გამო შევიკრიბეთ. გოგოება საღამოს შევიკრიბოთ და სია შევადგინოთ. სასწრაფოდ უნდა დამეხმაროთ. რა მოხდა კონფერენც ზარებს რომ აწყობ? რა სია? ოზანის ყველა ცუდი თვისების სია. გოგოება იქნებ მე გამათავისუფლოთ.
ოზანი ჩემი ძმა და კიდევ განწყობაზე არ ვარ. არა, ელიფ, არა. ეს ყველა ქალის ბრძოლა, არა მხოლოდ ჩემი. ინებეთ, გენრილად მიირთვით. ნაზიმ, კეთილი იყოს. გამარჯობა. ქალბატონი ზუმროთი სად არის? ქალბატონი ზუმროთი სახლშია. აი ეს არის მისი სახლი. კარგი, მადლობა. ნაზიმ, რა მოხდა? რაღაც მინდა რომ მოვუთხრა. უმერთო. რა მოხდა? აქ რატომ მოხვედი? წიგნისთვის არა? რა წუწკი ხარ? წუწკი არა? ყველაფერი მოვისმინე ქალბატონო ზუმროთ. სხვა ტყუილები ჯანდაბას, მაგრამ შენ თქვი რომ რაღაც ჩავედინე, რადგან ცოლმა მიმატოვა. კი, სიმართლეს გეტყვით, ქალბატონო. ჩემმა ყოფილმა ცოლმა მიღალატა. მითხრა რომ სხვა შეუყვარდა და მიმატოვა. ამის გაგება რომ გეცადა გაიგებდი, მაგრამ არც კი სცადე. ადამიანებს ასე არ უნდა მოექცე. ქალბატონო ზუმროთ, ასე არ შეიძლება. ეს შენთვისაც კი მეტისმეტია. ჩემო ყვავილო მისმენა? Am შეკრებებისგან ცოტა არ იყოს დავიღალე. იცი რატომ? იმიტომ რომ შეგვეძლო ეს დრო ერთად გაგვეტარებინა. იმას ვეძახი რომ უნდა მოვახერხოთ და შენი ძმა და ჩემი და შევარიგოთ და ყველაფერი მორჩება. რა სიტყვი? ძალიან კარგი იდეა, მე წავედი. მისმენა? მაშინ მე გამოგივლე და სახლში ერთად წავიდეთ. გამომივლი? ერთად დავბრუნდეთ. ფეხით უნდა გავიარო და სხვანაირად ვერ მოვახერხებ. არა. ეკო, ძალიან ხშირად მოწვევი. ხან მირეკავ და მეუბნები რომ მოგენატრე, ხან მეკითხები სად ვარ. საკმარისია, დავიღალე. დაიღალე. ეს ნორმალურია, მაგრამ დღეს რა რიცხვია? პარასასაცილოა. მადლობა ხუმრობისთვის. მართლა ძალიან კარგი ხუმრობაა. სული მეხუთება ეკო. ხანდახან გავიწყდება ვიზზე დაქორწინდი. გასაგებია, შენ ჩხუბისკენ მიდიხარ, მაგრამ მე არ აყვები. მე კარგი პასუხი მაქვს. როგორც გინდა ძვირფასო, სოლო. კარგი. დადებითი და უარყოფითი, მოდი დიდი ასოებით დავწეროთ. დიდით. სიძე მე არაფერი მithქვას. ბოლოდის უთხარი რომ გაუვლიდი და სახლში ერთად დავბრუნდებოდით. მეტი არაფერი. საერთოდ გადაერია, არ მესმის. ელიფი? არა, დედა ზუმროდი. არც კი მისმეს. საერთოდ არ ესმის რას ვეუბნები. ამას იმიტომ არ ვეძახი რომ ჩემი და არის, მაგრამ ელიფი ყველაზე მშვიდი ადამიანია. Artık bu geçmiş zaman. Yani anlamadım, balans ayarım bozuldu. Ne oldu? Bir şey oldu. Çözemedim ya. ასეთი იყო, მაგრამ ეს წარსულში დარჩა. ვერ მივხვდი ახლა რა მოხდა. რაღაც მოხდა, არ ვიცი რა, მაგრამ ნამდვილად რაღაც მოხდა. მოკლედ, დაეთანხმე, არ შეიგამოთო. ფორმულა ასეთია, მარტივია. ამას მე მეუბნება. ამ საკითხში მე ჩემპიონი ვარ. სოფლიოში საუკეთესო. ამაზე წიგნის კი დავწერე. როგორ უნდა დაეთანხმო და არ იგამოთო, წაიკითხე. შესანიშნავია მაგარია. ჩაიზარა. ეს რა არ მეთანხმება, მე გამათება. არ ამას ვერ დავწერ ძმაო. იმიტომ რომ მინახავს როცა შემბრაზობდი. არ გეკამათებოდა, გეთანხმებოდა მუსა. დაწერა. არ შემიძლია. ნახე არ გამომდის. ხელი თვითონ არ წერს. იქნებ გოგონების მხარეს გადახვიდე. საინტერესოა, ნეტავ რას აკეთებენ. დაწერე ზეინო. კედმაღალი. ნუ აზვიადებ. ფსიქოლოგმა ხომ გითხრა რომ თავარი ის კი არაა მართალი იყო, არამედ ბედნიერი. არ მესმის. მითხრა, მერე და სის შედგენაც მთხოვა. ოდავადგენ. თუ არ დამეხმარები, მე თვითონ დავწერ. კარგი, დავწერ. პირველი, კედმაღალი, ეჭვიანი. ოზანი ძალიან ეჭვიანია. ტანგოს მასწავლებელზეც კი ეჭვიანა. ჩაწერე, ეჭვიანი. მოიცადე, ძალიან ეჭვიანი. ძალიან. ეს მგონი მეტისმეტია, რა სიტყვი ეკო?
მე ვფიქრობ, რომ ასეა. დაწერე, მედი დაწერე. Abi o karavan maravan. ხო, რა თქმა უნდა, გოგო გამოკეტა. ჩაწერე მედი. Kitledi ya. Karavana kitledi yani. Yaz. Kıskanç yazılır deliller var çünkü. Ya Eko. რამე უნდა მითხრა ეკო. შენ მისი ძმა ხარ. Bu kızın abi. მასთან ერთად ბევრი დრო გაქვს გატარებული. Bak bu ყველა უარყოფითი თვისება უნდა ჩამოვთვალოთ. მიდი რამე მითხარი ძმაო. შენ ხომ ყველაფერი იცი. მე რატომ ძმაო? ეს შენი დავალებაა. მე რატომ უნდა გითხრა? Çocukken de sevdim. დავალების შესრულება ბავშვობაშიც არ მეყვარდა. სულ ეს რა აკეთებდა. Bence abi şöyle yapalım. ვფიქრობ უკეთესია შენ თვითონ შეასრულო ძმაო, ჩვენ კი წავალთ. Biz de gidelim. ჩვენ Bizi bir sal გავგვიშვი. ya. Ha? Süper. მაგარია. Yaz Musa. დაწერე მუსა, დაწერე. Gider. მიდი, Dur. გაჩერდი. Çeker gider. უეცრად დადგება და მტოვებს. აი ასე უბრალოდ. Doğru doğru gitmek gibi huyları var. ო, ჩემს დას ეს ჩვევა ნამდვილად აქვს. Gelmez. და უბრალოდ კი არ მიდის, არამედ მოულოდნელად. Sen kaç yıl და შემდეგ რამდენიმე წელი გაუცებული დადიხარ. ბრაზიანი, ძალიან ბრაზიანი. ოზანი დედამიწაზე ყველაზე ბრაზიანი ადამიანია. Yaz. დაწერე. Elif. ელიფ, Ve sen de bir şey შენც თქვი რამე. Şu anda ეკო ახლა იქაა და ჩემს ყველა შეცდომას ჩამოუთვლის, რომლებიც ბავშვობაში ჩავიდინე. შენ კი საერთოდ არ მეხმარები. რამე ცუდი მითხარი ოზანის შესახებ, გთხოვ? ეს რა მაპატიე, მაგრამ თქვენი არ მესმის. შვილი გყავთ. ხვდები როგორ გაგიმართლათ. ჩემს ძმას ძალიან უყვარხარ. შეიძლება ახლა მხოლოდ შენი დადებითი მხარეების შესახებ წერს. ცუდზე რატომ ფიქრობ ეს რა? რომ ვიცოდე რომ დადებით თვისებებზე წერს, მეც დავწერდი და ბევრ რამეს, მაგრამ არ ვიცი. მისი სია ვერ ვიპოვე. ანუ ცუდად ცდილობდი და საამისოდ მხოლოდ ერთი გზაა. შემოდით, შემოდით. მე რატომ წამოვედი? გაჩუმდი. რას ქვია რატომ? ერთი წუთი. ეს დაფაა. Orada tahta var. Evet. ხო, Tahtaya bir şey. რაღაც დაუწერიათ. Gözlerim iyi. ჩვეულებრივ ხედავ ხოლმე, ახლა ვერ ვარჩევ. ფრთხილად. Ben de göremiyorum. ვერც მოვხედავ. Bizim oraya gitmemiz ახლოს უნდა მივიდეთ, გოგოებო. Bir gitseler de. ნეტავ წავიდნენ, ახლოს მივიდოდით. ფრთხილად. Bağırma. ნუ ყვირი, Duyamazlar. ვერ გაიგებენ. წავიდნენ. წავედით, ჩუმად. Gibi sürüne sürüne. Tamam tamam. კარგი. მე რატომ წამოვედი? Ben niye geldim ya? რას ნიშნავს რატომ? გაჩუმდი. ნერვებს მიშლი. Gıcık. Duruyor orada. ვერაფერს ვერ ვხედავ. კარი უნდა გავაღოთ და გავიგებთ რაზე ლაპარაკობენ. გააღე, გააღე. Lan. Lan. მოიცადე? Çantanın სად დამალულან? ağızlarına bir şey. რამე შემთხვათ? Evet evet. ო, ხო, შესანიშნავია. Esra. ეს რა? რა შეიფიქრა? ისევ შარფი ხომ არ დაგავიწყდა? Sen ne ara? სიგნალიზაცია როდის დააყენე? წინა ჯერზე არ ყოფილა. შენი წყალობით მივხვდი, რომ სახლში შემოჭრა იოლი იყო და მაშინვე დავაყენე. ჩემი სახლიდან წასვლის შემდეგ დააყენე, როცა მე აქ ვიყავი, ფსიქოპატები სახლში იყვნენ. Cirit atıyordu evin içinde. Bu da mı? ანუ ახლაც მე ვარ დამნაშავე. ესეც ჩემი ბრალია? ჩაიწერე მუსა, ბრალს მდევს. ყოველთვის მემდებს ბრალს. არ დაწერო მუსა. დაწერე მუსა. არ დაწერო მუსა. გავტეხავ. არა, არა ჩვენო, არა ჩვენო, არა. დავინახე, დავინახე. Hiçbir şey göster ya göster. Gördüm. დავინახე. Çeken. წერია რომ მოულოდნელად მივდივარ ხოლმე. ისიც დაწერე რატომ? მაგრამ ეს მე არ დამეწერია, შენ დაწერე. დიდი ასოებით დაწერე. არა, ჯერ არ დამიწერია, მაგრამ კარგია რომ აქ მოვედი. როგორც კი სახლში მივალ, დავწერ. წიგნს დავწერ. ფსიქოლოგი წაიკითხავს და ატირდება. ფსიქოლოგი ჩემს გამოიტირებს. სხვა ვის გამო? და უგვირდება რამდენი რამ გადავიტანე. ჩემს გამოიტირებს, ჩემს გამო. ეს რას გამოიტყვის, რა მომთმენი ვყოფილვარ, რამდენი რამ ვითმინე. ჩემს გამოიტირებს. Esra diyecek. Bana ağlayacak böyle gözlerinden yaşlar fışkıracak. ვნახოთ აბა. Göreceğiz. ვნახოთ.
ზუმრუთ. ზუმრუთ. ზუმრუთ, შენთვის ამის ჩვენება დამავიწყდა. ახლა ხანს ვიყიდე. ნახე. მიდი გატეხე, ისროლე. მიდი რომ გულზე მოგეშვას. მიდი. მიდი. ღარიბი დამიძახე, ხასიათი რომ გამოგისწორდეს. მიდი დამიძახე. ყველას გასაგონად იყვირე. ზუმრუთ რა ხდება? რა გჭირს, ჩუმად რატომ ხარ? რამე მითხარი, გაბრაზდი? კაფე დალეწე, მიდი. რა ხდება ზუმრუთ? მენექშე. ავად გავხდი. ავად. რა მოხდა? თუ ისევ მატყუებ გამანადგურებ. არა, მართლა. არ ვიცი რამდენიმე დღეა მადა არ მაქვს. ჭამა არ მინდა. ძალიან მცივა, ვერაფერი მათბობს. შიგნიდან მცივა და მაკანკალებს. გული ისე მიცემს. და შემდეგ ჩავფიქრდები ხოლმე. მაგრამ სადღაც ჰაერში დავფრინავ. მენექშე, თითქოს მულცელში ჭიანჭველები დადიან. ძალიან სუსტად ვარ. პეპლები დაფრინავენ მუცელში. პეპლები? პეპლები. ექიმთან მივალ. ყველაფერს მოუყვები. მთხოვე წავიდე და წავალ. წადი, წავალ. მაგრამ უნდა მთხოვო რომ წავიდე. ავად არ ხარ. ავად არ გამხდარ ხარ. აბა რა მჭირს? შეყვარებული ხარ. შეგიყვარდა. კარგი რა ზუმრუთ. გული გამიხეთქე. მეგონა რაღაც მოხდა. ხედავ, სიები მოამზადეთ. ასეა მოამზადეთ. მე პირადად მზად ვარ. მე კიდე უფრო მზად ვარ. ყველა უარყოფით ითვისება თანმიმდევრობით ჩამოწერე. ერთი ზომით. ასეთი წესი იყო? Niye öyle oldu? Allah Allah öyle bir kural. არა, არ ყოფილა უბრალოდ ასე მომინდა. სია ასე შევადგინე. კარგი, მოდი ასე ვქნათ. პირველმა ქალბატონმა ეს რამ წაიკითხოს. კარგი? კარგი, უარყოფითებიდან ვიწყებ. დღეს უარყოფითებზე არ ვლაპარაკობთ. თუ შეიძლება დადებითები წაიკითხეთ. გთხოვთ. Tamam. კარგი. ოზანს ისე ლამაზად ვუყვარ ვარ, რომ თავის სამყაროში ყველაზე საოცარი და განსაკუთრებული ქალი გგონია. მაგალითად ყველაფერი ახსოვს, მე რაც მეხება და არასოდეს ავიწყდება. ის დეტალებიც კი ახსოვს, რომლებიც მე მავიწყდება. ძალიან კარგი მეგობარია. უფრო მეტიც ჩემი საუკეთესო მეგობარი. ჩემი ყველაზე უკეთესმის. ერთი შეხედვითაც კი ხვდება. ძალიან შრობის მოყვარია. არასოდეს ნებდება. და ძალიან კარგი მამაა. ბატონო ოზან, შეიძლება ახლა თქვენ ესე მოვისმენოთ. ბატონო ოზან, შეიძლება თქვენ ისეა. რა თქმა უნდა. Olun hocam. დადებითები არა? დიახ, თუ შეიძლება. Başlıyorum. ვიწყებ. Esra benim ეს რა სიყვარულის შესახებ შეიძლება? ufacık ჩემსავით ხშირად არ საუბრობს, en meşgul მაგრამ anlardan ამას biri. ისედაც მიხვდები. Hava soğuk. მაშინაც კი როცა დაკავებულია, ყოველთვის ყურადღებას აქცევს თუ რა ჯამე. Çok და თუ ცივი, iyi bir annedir. რამე შეგაცმევს. Öfkelendiğimde Titkus benim patara hayatımda bolşoy იყო. öfkelenen tek insandır. Hırslıdır. Eğlenceli. ის ძალიან კარგი დედაა. Yanında hiç ერთადერთი ადამიანი, რომელიც გაბრაზებისას benim için ჩემს დამშვიდებას ახერხებს. en güzel şeydir. ამბიციური და მხიარული. დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ო, Bence de bayağı მეც ასე მგონია. შენი ნათქვამი მომეწონა.
მეც მომეწონა შენი ნათქვამი. არ უპასუხებ? მუსა, მე დავვრეკავ. მუსა, მე მირეკავს. მგონი მნიშვნელოვანია. ისმენ მუსა, რა მოხდა? რა? Tamam hemen gel. გორგი მოვდივართ. რა მოხდა? Şirkete gitmemiz კომპანიაში უნდა წავიდეთ. ბატონო ოზანმა პატიეთ, მაგრამ ვერ შემოგიშვებთ. Ne diyorsun biz? რა სიძახი? ბატონო ოზან მართლა ძალიან წუხარ, მაგრამ ასეთი ბრძანება მივიღე. გაიწია ბატონო ოზანეს, ბატონო ეფეს ბრძანებაა. ბატონო ოზან გთხოვთ, ოზან. İstersen ben მე sana შემიძლია ყველაფერი აგიხსნა. yönetim დირექტორთა საბჭომ შენი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვეტა. Ne diyorsun sen? რა სიძახი? რა სისულელია? ამ კომპანიაში თქვენ აღარაფერი გესაქმებათ. გასაგებია? Anladınız mı? ყველაფერი დამთავრდა.